გამემშვიდობისა. დღეს მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გესაუბროთ. თან ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ქალიშვილობა. ჩვენ საზოგადოებაში ამ თემის მნიშვნელობა იმდენად გაზვიადებულია, რომ მისი, ანუ ქალიშვილობის კულტიც კი არსებობს. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო. რატომღაც ჩვენ მამა-პაპათგან ასე მოგდგამს, რომ ქალი უნდა იყოს აუცილებლად ქალიშვილი. მისი ერთადერთი მამაკაცი, ერთადერთი ცხოვრების მეგზური და სექსუალური პარტნიორი კი მხოლოდ და მხოლოდ მეუღლე უნდა იყოს. თან ეს მაშინ, როცა კაცებს საერთოდ არ მოეთხოვებათ უმანკოების შენახვა ცოლის მოყვანაში. ქალწულობა უმანკოებას არ იყო ისე მაინც უფრო გაიგივებული და ალბათ სწორედაც ეს იმალება, თუმცა ეს არანაირი გარანტია არ არის ქალიშვილობის ქალიშვილად ჩაბარდება ქალი ქმარს და მე ის ოჯახი იქნება მყარი, ამის გარანტიას არავინ არ იძლევა. საქართველოში კიდევ ერთხელ აღვნიშნებ, რომ ცოტა ეს ტაბუირებული თემაა და კიდევ ჩვენ ვცხოვრობ ტრადიციულ საზოგადოებაში, სადაც ასეთი აზრი იყო ჩამოყალიბებული, რომ მეუღლე ქმარს უნდა აუცილებლად ქალიშვილი ჩაბარებულიყო. საზღვარგარეთის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ის ოჯახები, რომელსაც სექსუალური ცხოვრება ქორწინებამდე ჰქონდათ დაწყებული და ყავდათ სხვა პარტნიორებით, კაცებსაც, ქალებსაც საერთო ოჯახით, მეგობარი, გოგონა, მეგობარი, ბიჭი. ასეთი ტიპის ოჯახები მომავალში, როდესაც უკვე ოჯახის შექმნას გადაწყვეტენ, უფრო მყარია, ვიდრე ვთქვათ ის ოჯახები, რომლებიც იქნება ჩვენთან ისევ ქალწულობის ინსტიტუტზე დაფუძნებული. მე არ მინდა ვერც მოუწოდებ და არც არის ამის ვთქვათ ტრიბუნა, ვთქვათ ეს გადაცემა, რომ დავარღვიოთ ყველანაირი ქალწულობის ინსტიტუტი და მაგრამ სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ აი ესეთი ნაადრევი ქორწინებები და ესე მხოლოდ ემოციებზე და რაღაც აგზნებაზე გადადგმული ეს ნაბიჯი მომავალში არ ამყარია და ესეთი ოჯახები ხშირად იროვა. თქვენი აზრით გოგონა ქალიშვილი უნდა იყოს გათხოვებამდე? მეუღლე ქალიშვილი უნდა იყოს, ჩემი აზრით. ისეთ გოგოს სწორად არ მოიყვანდით ქალიშვილი რო არ არის? და მე არა. თქვათ შეგიყვარდა და მე აღმოჩინეთ რომ არ არის ქალიშვილი. არ ვიცი რა, მე არ იქნება, ჩემში არ მოხდება ეგეთ რაღაც, ჩემ სიტუაცია. ვერ დაინახავთ. მე გავიგებ რა გავარკვე მაგ ინფორმაციას. თქვენი აზრით გოგონა ქალიშვილი უნდა იყოს გათხოვებამდე? გავიცი, ვერ გეტყვით. ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს, მე მგონი ესა, მაგრამ არც თვითმიზანი არ უნდა იყოს, რო არ იყოს ქალიშვილი. ანუ პატიოსნება იმაში გამოიხატება, რომ ქალიშვილია? არა, საკვირველია. თქვენ შვილს არ დაუშლით ესეთი გოგოს მოყვანას? არა, მე ამას მიზნად არ დაუსახავდი, ეს არ არის. თავია შეუყვარდეთ. ხო, რა საკვირველია. ეს თემა საუკუნეების განმავლობაში იმდენად აქტუალური იყო, რომ დღემდე ძალიან ბევრი გოგონა ცდილობს შეინარჩუნოს ქალწულობა და ქმარს ამით დაუმტკიცოს პატიოსნება. მამაკაცების დიდი ნაწილი ჯერაც პრინციპულად მიიჩნევს, რომ ცოლი უნდა იყოს ხელუკარებელი, რათა ამით თავის ღირსებას ხაზი გაუსვას და საზრდო მისცეს ამ პარტავნებას. ამას ემატება დედამთილის მიერ საქორწინო ღამის შემდეგ თეთრეულის შემოწმება. თან შეიძლება ეს საჯაროდაც მოხდეს. ეს ტრადიცია ცოლ-ქმრული ურთიერთობების სიმყარეს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თავად განსაჯეთ, სტატისტიკურად გამოთვლილია, რომ ცოლ-ქმარი ყველაზე მეტ დროს ლოგინში ატარებს. აქედან გამომდინარე, სექსუალური ჰარმონია უმთავრესია ოჯახისთვის. მეცნიერულად აღიარებულია ისიც, რომ ადამიანები უმეტეს შემთხვევაში სექსუალურად ვერ ეწყობიან ერთმანეთს. თუ გინდა რომ ცოლ-ქმრობა იყოს მტკიცე, ვნებიანი და სიყვარულით სავსე, მეუღლე სექსუალურად უნდა გეწყობოდეს. ასეთი მოძებნის შანსი კი თუ ქალიშვილად გათხოვდები, ნამდვილად მცირეა. ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ ქალიშვილად გაყოლილს ქმარი ზუსტად შენი ოცნების მაჩვეა აღმოჩნდეს. ამიტომაც ასეთი ქორწინებების 70% ძირითადად ღალატით, გაცრუებული სიყვარულით და დანგრეული ოჯახით მთავრდება. მოკლედ, ამის მაგალითები ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრია. თქვენი აზრით გოგონა ქალიშვილი უნდა იყოს გათხოვებამდე? თქვენი აზრით გოგონა გათხოვებამდე ქალიშვილი უნდა იყოს?
არ არის აუცილებელი, რატომ? ანუ თქვენ ცოლად მოიყვანდით გოგონას, რომელიც ქალიშვილი არ არის, ხო? თუ საუბარია პრაქტიკიდან ავიღებთ კი, საქართველოსდან სასურველია რომ ქალიშვილი იყოს გოგონა. მეუღლეო. მადლობა. თქვენი აზრით გოგონა გათხოვებამდე ქალიშვილი უნდა იყოს? სულ ერთია. საინტერესოა, საიდან იწყება ქალიშვილობისადმი ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება? ან როგორია ქალიშვილობის კულტის ისტორია ჩვენ საზოგადოებაში? ჩემ გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როდესაც ერთმა ჩემმა ახლობელმა და ძალიან კარგმა ისტორიკოსმა მითხრა, რომ საქართველოსთვის ისტორიულად სრულიად უცხოა ქალიშვილობის ინსტიტუტი. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ მერე ისტორიული წყაროები მომიყვანა დასტურად. მაგალითად, თურმე ირანის შაჰისთვის, ჰარემში წასაყვანი ქალებისთვის სპეციალური ბრძანება არსებობდა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, როგორი უნდა ყოფილიყო შაჰისთვის წასაყვანი ქალი, როგორ უნდა მომხდარიყო მათი ტრანსპორტირება, ისე რომ არავის შეეხედა მათთვის და რა თქმა უნდა, არავინ შეხებოდა. რა თქმა უნდა, ქალი უნდა ყოფილიყო ხელუკარებელი, ანუ ქალიშვილი. თუმცა ამავე კანონის თანახმად ეს ბრძანება არ ვრცელდებოდა ქართველ ქალებზე. სავარაუდოდ იმიტომ, რომ საქართველოში რთული მოსაძებნი იყო ქალიშვილი. გარდა ამისა, მთიან საქართველოში არსებობდა მთელი კოდექსები, რომელიც ადამიანთა სექსუალურ ურთიერთობებს არეგულირებდა. წაწლობა ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ჩვენი ადრეული წინაპრების საკმაოდ შეუზღუდავ სექსუალურ ცნობიერებაზე მიუთითებს ქართული ფოლკლორი და ზეპირსიტყვიერებას შემორჩენილი პოეზიაც. აღარაფერს ვამბობ ქართველი დიდგვაროვანი ქალბატონების თავაშვებულ და საყოველთაოდ ცნობილ სექსუალურ თავგადასავლებზე. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემა არის განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ტაბუირებული არის თემა სექსუალობაზე. ტრადიციულ ქვეყნებში, სადაც აგრარული კულტურები კრძალავს იდეურად კრძალავს სექსუალურ კავშირებს ქორწინებამდე. პირველი სექსი საქართველოში განიხილება ისეთნაირად, რომ უნდა შეიქმნას ოჯახი და შემდეგ მოხდეს მათ წრეშორის სექსუალური კონტაქტი. მაგრამ ადამიანის ორგანიზმი ფიზიოლოგიურად მომწიფებული არის უკვე 14-15 წლის ასაკიდან და ბზად არის ის სექსისთვის. შესაბამისად, ამას აქში ვერ სურჩევ ახალგაზრდას, რომ ცოლი მოიყვანოს, ანუ ვერ სურჩევ, რომ გათხოვდეს, იმიტომ რომ ის ფიზიოლოგიურად კი მომზადებული, მაგრამ ფსიქოლოგიურად ოჯახისთვის არ არის მომზადებული. ასე რომ პირველი სექსი დაველოდოთ ჩვენ მის ფსიქოლოგიურ მომზადებასაც და შემდეგ დავიწყოთ, არც ეს არ არის რა. თქვენი აზრით, გოგონა ქალიშვილი უნდა იყოს გათხოვებამდე? ცოტა ისეთი კითხვა. ანუ თქვენ მეუღლე ყავთ? არა მყავს. და მოიყვანდით გოგონას, რომელიც ქალიშვილი არ არის? თავარია მაგითი არ უნდა შეაფასო ადამიანი მაგას ვიტყვი რა. თავარია ადამიანი შინაგანად როგორია, რანაირია. თავარია გაგიგოს რა. თქვენი აზრით, გოგონა გათხოვებამდე ქალიშვილი უნდა იყოს? თქვენ მეუღლე ყავთ? ხო. თქვენი აზრით, გოგონა გათხოვებამდე ქალიშვილი უნდა იყოს? რა ვიგენეთოლია. ჩვენ დროში ეგრე იყო და ეხლა ახალგაზრდების დროს როგორ არის, რა ვიცი, აბა. ანუ თქვენ შვილს ნებას დართავდით, რომ მოიყვანოს გოგონა, რომელიც ქალიშვილი არ არის, ხო? არ დავთავდი. არ დათანხმდებოდი? არ დავთავდებოდი. თუ უყვართ, მაშინ დავთანხმდებოდი, თუ არ უყვარს, არ დავთანხმდებოდი. კარგით, მადლობა. თურმე ყველაფერი მონღოლების ბრალი ყოფილა. მათ თავისი განსხვავებული გარეგნობის გამო ეშმაკის მოციქულებს ეძახდნენ. ისინი გამოირჩეოდნენ სექსუალური ძალადობით, მათთან კავშირი კი ეშმაკისეულის ჩასახვას ნიშნავდა. შესაბამისად, ქართველი კაცები მონღოლის მიერ გაუპატიურებულ ქალებს შავი ჭირივით ერიდებოდნენ. თუმცა მიუხედავად ისტორიისა, ფაქტია, რომ დღევანდელ საქართველოში მონღოლური პერიოდის გავლენა უფრო იგრძნობა, ვიდრე ადრეული ქართული. ის კი არა, საქმე იქამდეც მივიდა, რომ საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა მთელ მსოფლიოში, სადაც ქირურგიული ჩარევით ხდება ქალიშვილობის აღდგენა. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში, ეს არის კუზანოვის კლინიკა. ეს არის რეალური ადგილი, სადაც ქალები ხდებიან ქალიშვილები.
ეხლა ჩვენ დაველაპარაკებთ სპეციალისტს და გავიგებთ თუ რანაირად ხდება ეს პროცედურა. მე თქვენ წარმოგიდგენთ ცნობილ პლასტიკურ ქირურგს ალექსანდრე კუზანოს. გამარჯობათ. გამარჯობათ. გვაინტერესებს, როდის დაიწყო ეს პროცედურა საქართველოში? ანუ ამ ოპერაციების ჩატარება რამდენი წელია, რაც მიმდინარეობს? რაც საინტერესოა ამ ოპერაციების კეთება საერთოდ საქართველოში, ადრეც ყოფილა, მაგრამ ტენდენცია გაზრდისკენ წამოვიდა დაახლოებით 10 წლის წინ. რაც უფრო მეტად შემოვიდა ევროპიზაცია საქართველოში და რაც ახალგაზრდობა გახდა მეტად თავისუფალი. რა თქმა უნდა, ამას ჰქონია ძალიან დიდი გავლენა ამ პროცესში. და აი ეს როგორ ხდება? ცნობა მოაქვთ მშობლების თანხმობით, ვინმე მოყვება, რომ თანახმანი არიან ოჯახიდან თუ როგორ ხდება ეს? რა თქმა უნდა, უმეტესწილად ამას იკეთებენ გოგოები, რომლებიც არიან 17-18 წლის, როცა შეცდებიან დაუშვათ საქმო ყავდათ, მაგრამ მე მიატოვა, ან გარდაიცვალა და რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევებში მოდიან თავის დედებთან, ბებიებთან ერთად. რომელიც არის რთული პრობლემა, მენტალური რთული პრობლემა, რომელიც არის კავკასიაში, რა თქმა უნდა, არსებობს. და აი რეაბილიტაციას რამდენი ხანი უნდა? ან ეს არის, რა თქმა უნდა, ქირურგიული პროცედურა და ეს არის ჩვეულებრივად ლორწოვანი იკერება და ხდება საქალწულო აქტის აღდგენად. უმეტესწილად, რა თქმა უნდა, ეს კეთდება იმისათვის, რომ რა თქმა უნდა გათხოვდეს ქალბატონობა. ეს კეთდება არა მარტო ჩვენ კლინიკაში, ძალიან ბევრ სხვა კლინიკებშიც კეთდება, მაგრამ ეს არ არის საკმაოდ ბევრი, რო ვთქვა, რომ ეს საკმაოდ ჩვენთან არის საკმაოდ იშვიათი ოპერაცია. ეხლა უფრო ხშირი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ბოლო დროსაც უნდა აღვნიშნოთ, რომ აი ბოლო დროს რაღაც ტენდენცია დაკლებისკენ წავიდა, იმიტომ რომ რაღაც იცვლება მენტალიტეტი ალბათ. მაგრამ აი დაუშვათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შარშან იყო უფრო მეტი მოთხოვნილება, იმიტომ რომ ომის შემდეგ იყო ისეთი შემთხვევები, როცა გაუპატიურებები იყო ცნობილი ოკუპაციური ჯარის მხრიდან. ანუ ამ თვალსაზრისით იყო ასეთები და რა თქმა უნდა მოდიოდნენ მშობლებთან ერთად და ეს რთული პრობლემა იყო და გასაგებია ეს. პროცედურა დაახლოებით იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოზით ტარდება, წარმოადგენს დაახლოებით 600-800 ლარს. თქვენი აზრით, გოგონა ქალიშვილი უნდა იყოს, სანამ გათხოვდება? სასურველია. სასურველია და რომ არ იყოს? თუ არის ურთიერთგაგება და სიყვარული და თუ მიაჩნია წყვილს, რომ ისინი თანაცხოვრება შეძლება ერთად, პრობლემას ვერ ხედავთ. ანუ თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რომ ცოლად მოიყვანოთ ისეთი გოგო, რომელიც არ არის ქალიშვილი. არა, მე როგორცაც დაოჯახებული ვარ, რომ არ ყოფილიყავ ეცდებოდი, მაგრამ ყოფილიყო ქალიშვილი, მაგრამ ეხლა თუ სიყვარული და ურთიერთობა ისიც წავიდოდა, რა ვიცი. მე მგონი ეს პრობლემა იქნებოდა, მაგრამ სიყვარული მაინც უფრო გადაწყვეტა. ქართული იმით, მე მგონი ესე ჯობია, ხო? ხალხი. თქვენი აზრით, გოგონა ქალიშვილი უნდა იყოს გათხოვებამდე? არა მაქვს მაგაზე პასუხი. თქვენი აზრით, გოგონა ქალიშვილი უნდა იყოს გათხოვებამდე? დიახ. იაშფერად. და თუ არ არის ქალიშვილი და შეგიყვარდათ? არა მე. ქალიშვილობის დაკარგვა ყველა გოგონას ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენაა. ამაზე ბევრს ფიქრობენ და უფრო მეც ნერვიულობენ, რადგან ქალიშვილობის დაკარგვა ტკივილის შიშთან ასოცირდება. არა და თუ ამ საკითხს სწორად მიუდგებით, დარწმუნდებით, რომ საშიში არაფერია. სულაც არ არის აუცილებელი, რომ თქვენი ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი წუთი ტკივილით და არასასიამოვნო შეგრძნებით დაგამახსოვრდეთ. თუ ჩემ რჩევებს გაითვალისწინებთ, გარანტიას გაძლევთ, რომ ქალიშვილობის დაკარგვა თქვენთვის სასიამოვნო სექსუალური მოგონება დარჩება. გოგონების საყურადღებოდ, თუ ქალიშვილი ხარ და მე მისმენ, ესე იგი ეს თემა შენთვის აქტუალურია. ბოლომდე გააგრძელე ჩემი მოსმენა და ჩემგან საჭირო რჩევებს მიიღებ. ბიჭების საყურადღებოდ, გასაგებია, რომ თქვენთვის პარტნიორი გოგოს მიერ ქალიშვილობის დაკარგვა არანაირ სირთულესთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ თუ ოდნავ მაინც პატივს სცემთ იმ გოგოს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ იმას, რასაც გოგოები განვიცდით.
პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალიშვილობის დაკარგვის დროს გოგონამ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მას ეს ნამდვილად უნდა. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, რომ ეს იყოს ზდონება ან სექსუალური ზეწოლა. ზეწოლაში არ იგულისხმება მხოლოდ ძალადობა. გოგოებო, ჩვენი სხეულები გვეკუთვნის ჩვენ და არავის სხვას. და თუ ქალიშვილობას დაკარგავთ სხვისი სურვილის მიხედვით, მაშინ დაკარგავთ ენით აუწერელ სიამოვნებასაც. ჩემი თხოვნაა, ხიზელ მდგომარეობაში იყოთ ამ დროს, რათა მერე არაფერზე ინანოთ. პირველი სექსუალური კონტაქტი სასურველია ჩატარდეს აუცილებლად ისეთ პირობებში, რასაც ქვია ადეკვატური. წყვილთა შორის უნდა იყოს სიყვარული, წყვილთა შორის უნდა იყოს ნორმალური გარემო და არ უნდა იყოს ძალადობრივი. ეს პირველად ჩატარებული კონტექსტი ქალიშვილისთვის ძალადობრივი აღმოჩნდა. ეს მის ცხოვრებას ყოველთვის გაყვება. თქვენი აზრით, გოგონა ქალიშვილი უნდა იყოს გათხოვებამდე? კი, აუცილებლად. და თქვენ შვილს არ მოაყვანინებდით გოგონას, რომელიც ქალიშვილია? აი, ესეთი დედებიც არიან, ასე რომ ფრთხილად იყავით. არ შეიძლება ჩვენთვის. რატო? რაცვა? აგზაურია. არა უშავს, მე ინტერვიუს წერ. კარგით. თანახმავარ. მამაკაცს რაც შეეხება, როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს. ჩვენი ისევ სექსუალური კულტურის მომენტი არის, რომ ბიჭი შეხვდეს ამ პირველ აქტს მომზადებული. პირველ რიგში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასიყვარულო წინა შესავალს, რომელსაც პრელუდიას ვეძახით. რომ მაქსიმალურად მომზადოს თავისი პარტნიორი, გოგონა, უშუალოდ აქტის ჩასატარებლად. ძალიან ხშირად ხდება, რომ უნდა დაიღოს ეს საქალწულე პირდაპირ აქტზე გადადის მამაკაცი. მაგრამ ამისთვის ეს არ არის სწორი. ამისთვის შეიძლება არის პრელუდია, უნდა მომზადდეს იქ მთელი ფაზები არსებობს, რუბრიკაცია, გოგონას აგზნება და შემდეგ უკვე თვითონ აქტი, რომლის დროსაც ეს საქალწულე აქტი ირღვევა. და საერთოდ რჩევაც არის ესეთი, რომ პირველი კონტაქტის შემდეგ, როდესაც დასრულდება ეს აქტი, იმ დღეს ნაკლებად აღარ იყოს მცდელობა ან მეორებითი აქტისთვის. მეორე დღეს კი ბატონო არ არის არანაირი პრობლემა. თუმცა ეს ტკივილები შეიძლება რამოდენიმე ხანს მაინც გადასაღებდეს. სანამ წყვილის ასე ვთქვათ შეთავსება სასქესო ორგანოების საბოლოოდ ჩამოყალიბება. სანამ უშუალოდ დეტალებზე გადავალთ, კიდევ ორი რამ გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს გოგონა კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ სხეულს, სად არის მისი ეროგენული ზონები, რა სიამოვნებს და სასურველია, რომ გოგონა ძალიან კარგად იცნობდეს თავის სასქესო ორგანოს. იმედი მაქვს, რომ პრეზერვატივის გარეშე ამის გაკეთება აზრადაც არ მოგივათ. დაიმახსოვრეთ, დაუცველი სექსი ძალიან სახიფათოა. მოკლედ გადავიდეთ მთავარზე. როგორი უნდა იყოს თავად სექსი, რომ ქალიშვილობის დაკარგვა სასიამოვნო გახდეს? თუ სექსოლოგის რჩევას გავითვალისწინებთ, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის პოზა. როგორც წესი, პირველი სექსის დროს გოგოები უფრო პასიურები არიან და ტრადიციულ პოზას ამჯობინებენ. ამ პოზას მეორენაირად მისიონერულსაც უწოდებენ. სექსოლოგის რეკომენდაციებს თუ დაუჯერებთ, ეს პოზა ყველაზე ცუდი ყოფილა, რაც შეიძლება ქალიშვილობის დაკარგვას დავამტყიოთ. ასეთ დროს ხომ ქალი წევს და უბრალოდ ელოდება მამაკაცის მოქმედებას. ყველაზე სწორი პოზა ამ დროს არის ის, როდესაც ქალი თავად აკონტროლებს დახრის კუთხეს, სიღრმეს და შეხების ინტენსივობას. მე მგონი ყველაფერი გასაგებია, ხო? პირველი სექსის დროს კაცს განსაკუთრებული ჯენტლმენობა მართებს. კარგია თუ ერთხელ მაინც საკუთარ ჟინზე ზევით დააყენებს ქალის გრძნობებს და ინიციატივას მთლიანად მას დაუთმობს. აუცილებელ გარემოს წარმოადგენს ხანგრძლივი პრელუდია. ნუ აჩქარდებით. შეეცადეთ ერთმანეთს ბევრი ეფეროთ და გოგონას მაქსიმალურად მოუხსნათ დაძაბულობა. ეს რომ იყოს გაუსაძლისი ტკივილი, ლიტრობით სისხლი და რაღაც სიცოცხლის შეუთავსებადი პროცესი,
ალბათ არ გამრავლდებოდით, ხომ? ასე რომ ასეთი შეშინება ახალგაზრდა წვილის, რომელიც თავის პირველი სექსუალური აქტისთვის ემზადება, სრულიად ზედმეტია. ტკივილი, რა თქმა უნდა, არსებობს, იმიტომ რომ ორგანო, რომელსაც ჩვენ სახელმწიფო აქვს ეძახით, საკმაოდ მომარაგებული არის ნერვული დაბოლოებებით და შესაბამისად ტკივილს განიცდის, მაგრამ ეს ტკივილი არის საკმაოდ მცირე და გადის ძალიან სწრაფად. თქვენ ხო გესმით ქართული? თქვენ და გისმევთ. ესე იგი, გოგონა ქალიშვილი უნდა იყოს გათხოვებამდე აუცილებლად. ეს სულთა საქართველოს მენტალიტეტია და ახლა თქვენ საიდან ხართ? მე უკრაინაში ვცხოვრობ, კიევში. და იქ როგორ არის მიღებული? აუცილებელია? აუცილებელი არა. აუცილებელი არა. კარგით, მადლობა. აი რატომ დადიან ქართული ბიჭები იქ? ქალიშვილი უნდა იყოს თუ არა? აუცილებლად. და აი თუ თქვათ ისე მოხდა რომ არ არის ქალიშვილი? ვერ მოხდა. ეს შეიძლება. თავარია სიყვარული, ხო? სიყვარულია თავარი. ზრით გოგონა ქალიშვილი უნდა იყოს გათხოვებამდე. ახლა უკვე ეს აზრი არა. ახლა უკვე სულ სხვა დროა. აი 40, 45, 50 წლის ქალიშვილის შეხვედრა ამიჯერეთ მამაკაცების 100%-ს არ უნდა. იმიტომ რომ რატომ არის ის ქალიშვილი? აჯერ ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ვისთვის შეინახა მან ეს ქალწულობა, ხომ არა გვაქვს აქ რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემასთანაც საქმე. და ესეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია და ყოფილა პირას ექიმების პრაქტიკაში, რომ აი თქვა ასაკში 30-35 წელს გადაცილებულ ქალიშვილ გოგონა აღარ ქვია უკვე ქალიშვილ თავს გაშენია ესეთი პრობლემა, რომ მასთან აქტის ჩატარება პრაქტიკულად შეძლებია ისეთ მამაკაცს, რომელსაც თავგადასავლები ხონდა თავზე საყარი. იმიტომ რომ ასეთ დაავადებაც არის, ეს არის სიმპტომი ვაგინიზმის და შიშის სქესობრივი აქტისადმი, უბრალოდ აღარ აძლევს მამაკაცს საშუალებას, რომ ადეკვატური აქტი ჩატარდეს და მერე უკვე ქალი ხდება სამკურნალო. 16, 17, 18, 19 წლის და ასე შემდეგ რაღაც გარკვეულ ასაკამდე ქალიშვილს მამაკაცს არ უნდა შექმნას. მათ ალბათ ეშინოდათ სწორედ ესეთი ქალების, რომლებმაც ეს თავიანთი ქალწულობა შეინახეს რაღაც გარკვეულ ასაკამდე. რაც ყველაზე მთავარია, სექსის შეთავსება მორცხობასთან არ გამოდის. ამიტომ თუ ამას გაცნობიერებულად აკეთებთ, ეცადეთ რომ კომპლექსებისგან განთავისუფლდეთ, რათა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ. ლოგინში მორცხობა და კომპლექსები არც ქალებს მოსწონთ და მით უმეტეს არც კაცებს. Sleepless nights, never-ending fights. I'm trying to make your dreams come true. I will sacrifice to find paradise, but I need to know that I
not what to do. My heart is warm. I feel as if I'm through. Please believe in me. 'Cause what I need is for you to believe in me. I can't go. I know not what to do. My heart is warm. I feel as if I'm through. Please believe in me. 'Cause what I need is for you to believe in me. რაც უფრო თავისუფლად იქნებით, მით უფრო სასიამოვნო იქნება სექსის ჯადოსნურ სამყაროში თქვენი დიდი მოგზაურობის პატარა დასაწყისი.